დილამშვიდობისა, მოგესალმებით. გაგიკვირდებათ, მაგრამ მარტო ვარ. ნინოს დაბადების დღე ქონდა, ვითომ სხვას არ ქონია დაბადების დღე, გადაწყვიტა რომ ამ დაბადების დღეზე დაგვემალოს. სად წავიდა კაცმა არ იცის, რამდენი ხნით წავიდა კაცმა არ იცის, სადაა კაცმა არ იცის, როდის დაბრუნდება კაცმა არ იცის. არც კავშირზეა, არც წერს, არც პასუხობს, არც გვირეკავს, ვართ ასე. ეულად, მაგას თუ გონია რომ შეერი დავრჩებით. აგერ ვნახოთ, აი როგორი ამბები დავატრიალეთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა მგლოვიარეთ ვართ, განწყობა შესაფერისი გვაქვს გლოვასთან შესაფერისი, არ მოვიქაჩლეთ თავი დღეს, რა თქმა უნდა, ვიპოვიდით ადამიანს, ვინც აქ საჭმელსაც აათქაფუნებდა და კარგათაც გააკეთებდა, მაგრამ ავყევით იმ განცდას, იმ ემოციას, რაც გვაქვს და გადავწყვიტეთ, რომ დღეს პურზე გადავიაროთ. მიუხედავად იმისა, რომ პური სულ პრობლემაა და სულ გგონია, რომ პური და საერთოდ მგონია, რომ პური მთავარი ამბავია და ეს მარტო მე არ მგონია. ისე უწმინდესთან რომ დავბრუნდეთ, 10ჯერ მაინც ვიქნები მასთან შეხვედრილი ამ თემაზე. ზურაბ მოიძიეთ ჯიშები, რისი მომძიებელი ვიყავი, რისი ყანების დამთესი მე ვარ. მაგრამ რატომღაც ასე? ზურაბ ასე, ზურაბ ისე, თქვენ იცნობდეთ ეს საუკეთესო პურს აცხობს, ამ მონასტერში ეს საუკეთესო ხორბალია, საუკეთესო ჯიშია და საერთოდ ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა პურს. რა თქმა უნდა, ღვინოსაც და გასაგებია ეს ყველაფერი რატომაც და როგორც ამბობდა რომ პური თუ აქვს ქვეყანას თავისი, პური თუ აქვს ოჯახს, ის მშიერი არ იქნება. მისატანებელსა ყოველთვის ადამიანი იპოვის. მთავარია გქონდეს ჯანმრთელი პური და ამტკიცებდა ეს რამდენად სწორია არ ვიცი. გვიმტკიცებდა ჩვენ ახალგაზრდებს და გვეუბნებოდა პატარებს, სტუდენტებს რომ კარგი პური, ხარისხიანი პური ერთი ნაჭერი დაანაყრებს ადამიანს და არახარისხიანი გაფუებული, არასწორად მოყვანილი, არასწორად მოწვეული, არასწორად გამომცხვარი პური დიდი ოდენობით უნდა მიიღოს ადამიანმა და ეს არის ძალიან მავნე. ამაზე დიდი ინფორმაცია ქონდა, სულ ყავდა ხალხი შემოკრებილი ირგვლივ, ვინც ამით იყვნენ დაკავებულები, ბევრი მონასტერი ცდილობდა, რა თქმა უნდა, ამ კურთხევის შესრულებას და კარგად გამოსდიოდა. მე მგონია, განცდა მაქვს, შეიძლება ეს არ იყოს ამასთან დაკავშირებული, რომ საქართველოში ბოლო დროს პურის საკითხი გამოკეთდა. აი მარტო ეს რა თქმა არა, რომ აი ჩვენ შევძელით აი დღეს ამ დილას თქვენთვის საჩვენებლად რამდენნაირი პური მოგვემზადებინა საჩვენებლად. რა თქმა უნდა, შოთის დედასპურები აგერ ჩვენ წინ წვება არაჩვეულებრივი თონია, რამხელა, რამ სიმძიმე და რა კარგი ბუხანკას რო ვეძახით, რა ვიცი რა ქვია. დიდი პურები და როგორი ჭვავის პური და როგორი არაჩვეულებრივი წითელი დოლის პური და გაჩნდა უკვე საქართველოში ხელმისაწვდომია უკვე. რა თქმა უნდა წითელი დოლია, რა თქმა უნდა მახადაზანდურია და ეს ქატოიანი ნახე როგორი არაჩვეულებრივი ფქვილია, ერთი გობი მოზელილი მაქვს გამზადებული, როგორი ამოფუებულია ერთი შეხედეთ. მადლია მისი დანახვა. რა თქმა უნდა ამას ამოვაგუნდავებთ ახლა და აი რა კაია ნახეთ, კაი სანახავიცა სუნით ცოტა მომჟავო აქვს. რა თქმა უნდა პურთან და პურზე ილაპარაკო, პურზე მოყვედა არ თქვა საფუარის შესახებ, ეს საფუარი კიდე ცალკე ამბავია. ბუნებრივი საფუარი და არა ის ხელოვნურად, ქიმიურად გამოყვანილი საფუარი. ხელოვნურ საფუარებს შორის აი რაც ხელმისაწვდომია, საყიდლად ყველაზე უფრო ეს ძველებური მარგარინივით რომ არის, აი ყველას ახსოვს ბრიკეტებად ასე კოლოფებად რომ იყიდებოდა ხაღალში გახვეული, ეს ყველაზე უფრო სწორია გამოსაყენებლად ამ ხელოვნურ საფუარებს შორის. ჩვენ ყოველ პარასკევს ვაცხობთ პურს აქ, ჩვენთვის, ჩვენი და ჩვენი სტუმრებისთვის. რა თქმა უნდა, ვცდილობ ბუნებრივ საფუარზე. ეს ბუნებრივი საფუარი არაფერი არაა განსაკუთრებული, თუ არა ამ აფუებული ცომისგან მორჩენილი დამჟავებული ცომი, რომელსაც ამ გობზე შევინახავთ, გადავაფარებთ ტილოს და ვუვლით მთელი კვირა, დავამატებთ ცოტა წყალს, რომ ის სოკო, რომელიც საფუარი ხო სოკოა, მეტი არაფერი განსაკუთრებული, იმ სოკოს ცოტა მივცეთ კვების საშუალება. თიხის ქილაშიც ინახავენ, ძალიან კარგად შეიძლება მისი შენახვა, ოღონდ მოვლა უნდა, როგორც ყველაფერს, კარგს, ნამდვილს, ცოცხალს, საფუარსაც უნდა კარგი მოვლა. ზურას ვხედავ, ეხლა და მინდა ვთხოვო, კახელი კაცია და მაინც მგონია რომ პურზე და ღვინოზე სალაპარაკოთ შემომეშველება. სასწაულად უხდება ამ პურს
კარგი სოფლის კარაქი. ზურა, მოდი ზურა. დილამშვიდობის. გამარჯობა, მოდი. ხდება რა ამბებია. რა ამბებია და კაი, მოდი. აი მე შოთის პური ვიცანი აქეთ. ეს უფრო ჩემთან ახლოს. შენთან ახლოს არის. ზურა, შენ რა მომიყევი, იცი? როგორ იყო კახეთში პურის ცხობის ამბავი? პურის ცხობის ამბავი იყო ტრადიცია ჩვენთან. ყოველ შაბათ დღეს ბებოსთან და პაპასთან მივდიოდით ხოლმე პურის საცხობად. უпроსტად აცხობდნენ და ჩვენ ვესწრებოდით ხოლმე. თბილად მახსოვს მე ის ყველა დღე, ის ყველა ემოცია. პაპა უფრო სამძიმო საქმეს აკეთებდა ხოლმე და ბებო და დედა უფრო ცომთან ჰქონდათ კავშირი და ურთიერთობა და ის პურის სუნიც კი მახსოვს. გემოს რო თავი გავანებოთ, მე იმის პურის სუნიც კი მახსოვს. თონის პირზე გაშლილი პაპას ბავშვობის დროინდელი დოქით შემოდგმული ღვინო და პირველი ჩაკრული არ გავდა შოც, ცოტა ლავაშივით იყო, სწრაფად რომ მცხებოდა. ის პურები სასწაული იყო და ძალიან კარგად მახსოვს ეს. თონის პირი კარგად მახსოვს, ასე ვთქვა. თონის პირიც ამბავია. მე თონე პირველად თბილისში ვნახე, არ მქონდა ნანახი. იცი, პაპა თესავდა სხვათა შორის ხორბალს სურა და მე ბავშვი პატარა ვიყავი, როცა მივყავდი ხოლმე ხორბლის შესამოწმებლად. არ ვიცოდი მაშინ არც ხორბლის შემოწმება რა იყო, არც სხვა არანაირი პროცესები, მაგრამ მეუბნებოდა რომ მოვფშნიტოთ ხელით და გავიგეთ. ხო და რას ნიშნავს ეგ? ეს ნიშნავს რამდენად იყო დამწიფებული თავთავი და ასაღები იყო თუ არა უკვე. და რო შემეკითხებოდნენ სად იყავი, ხორბალს ვფშნეტდი, ანუ ამ დროს სულ არ ვიცოდი, არაფერი არ ვიცოდი ხორბლის შესახებ, მაგრამ ეს პატარ-პატარა ამბები კარგად მახსოვს. მე უკვე აღარ თესავდა. მე უკვე აქეთკენ უკვე ჩემ მახსოვრობაში აღარ, მაგრამ იქეთ ბავშვობის ამბები. ხო, ჩვენ თონი არ გქონდა რა თქმა უნდა. ჩვენთან იყო ფურნე. დიდი ფურნე, თელ სოფელს ისაცხობდა, მთელი ფურნის პურს მთელი სოფლის საკმარის ისაცხობდა და იქ იდგა მომეწოთა თბილი წყალი ზურა. და იქ იდგა პურის სურნელი, იქ რო პური გამოვიდა და იტყოდა ბებია, არ იქა, გაიქეცით, გამოვიდა პური. და ჩვენ კარგად მოშორებული ვიყავით. იქიდან ზურა. არა, ფურნე მე არ მინახავს, არასოდეს არ ფურნია ჩვენ ფურნის. ხო, იმიტომ რომ არ გჭირდებოდა თონეში აცხობდით. აი ხელზეც ეტყობა რა სასწაულია. ცომით შეგიძლია ადამიანმა შეჭამო ისეთი კონსისტენცია რომ ქვია, არ ვიცი ქართული სიტყვა რა არის. აი მასა, აი რაღაცნაირი გეფერება ხელზეო თითქოს. ისე გური რაჭველია და მაგენი ხო პურის მცხობელები არიან, გურისაც შეგვეძლო, გურისთვისაც გვეთხოვა. თბილი წყალი თასით, ფქვილი, მარილი, ფიცარი, გაკრახმალებული, აი თეთრი. გახამებული და მისხი ცოტა? თეთრი ტილოები მახსოვს? აი ესეთი რომ წდებოდა ისეთი ტილოები. იმას რა ქვია, თონის პირზე რო დებენ ასე ხის, მე მაქვს ვარცლი? ვარცლი კი, ვარცლი. ეს ჩაღრმავებული ფიცარი. ხო, ფიცარი კი რა, კარგი, ზოგი შეჭედილია, ზოგი. იცით რა იყო კიდე თონის კედელზე ჩამოკიდებული? თონის კუთხე იყო განსაკუთრებულად მოვლილი. რატო? სუფთა, რაღაც ძალიან დალაგებული იყო იქაურობა. იმისთვის განკუთვნილი ცოცხიც კი მარტო იმ კუთხეში იდო. ერთი ახლა რაც მახსენდება, მთელი ცხოვრება ბებია აცხობდა პურს, რა თქმა უნდა, სახლში. უკვე პურის გარდა. სახლში გამოსაცხობად იმაში, აქედან დამისხი ზურა ცოტა ბევრი აღარ. ხო და აი პურის და ხაჭაპურის გობი ხო ცალკე ქონდა ცომისთვის. კაცს არასდროს კაცის საქმე ცომი არ იყო ჩვენთან, არ გაეკარებოდა არაფრით. კაც განსადეცალა ბაბუას ან ვინმეს მამაჩებს, ახლა პური რომ მოეზილა. მაგრამ მახსოვს რა იცი, იმ გობს არ გარეცხავდა ბებია. არ რეცხავდნენ პურის მოსაზელ გობს. მშრალი ხელით, ქვილიანი ხელით ამოაგორგოლავებდნენ, ამოასუფთავებდნენ. მიაყუდებდნენ და რომ ცოტა გახმებოდა თუ რამე სველი ჰქონდა, მერე ჩამოაფშუტავდნენ დანით. კი. ჩვენთან კედელზე ეკიდა ზურა პაპას ბავშვობის დროინდელი ხორბლის სალეწი. დიდი ესეთი მასიური ფიცარი იყო და ქვები ჰქონდა შიგნით. კევრი ქვია მაგას. ჩატანებული. შენ პატარა ხარ და არ იცი, ხო? აღარ ამას წყალი მეტი აღარ უნდა. აი რა კაი გამოვიდა ნახე. ეს რუხია ისეთი გამოვა, სუნიც აქ ცოტა მომჟაო და ცოტა ერთად, ტკბილი და მჟავე ერთად. ეს არის, აი ეს არის. აი ეს. ამისა მოგეხმარებით. აი ამისია. ცომის ძელას რო დაასრულებდა, ჯვარს დაასვავდა ხოლმე ხელი. არა, მაგდერი ამბები ჩვენთან არ იყო. ნახე როგორი კარაქია. ამას რო იმპულს რო გადატეხავ, გამიტეხე ზურა ეს პური.
პური. ნახე. რამადლიანია და ამასთან ეს კარაქი ეს არის მადლი. პირდაპირ სუნიაკ. ხო, როგორია. მორჩა, ამას მეტი არაფერი არ უნდა. საკმარისია. სუნიაკ და როგორი ის არის აფუებული, ეს ხო ვიცით რომ ბუნებრივ საფუარზეა გაკეთებული. ზურა, მე ღვინის დიდი არაფერი გამეგება, მარტო სამჭიქას დავლებს საღამოს ვახშამზე. შენ ღვინო და პურის ამბავი შენგეც უფრო გაგშემოსა. მთელი ბავშვობა მე ვუყურებდი როგორ აყენებდნენ ღვინოს. როგორ მოყავდათ საერთოდ ვენახი. ხო. და მე იმ ვენახიდან რამდენი რამის გაკეთება შეიძლებოდა და ნუ ერთ-ერთი მთავარი იყო ღვინო. პაპასთან და მამასთან ერთად მთელი ბავშვობა ვუყურებდი, წელს კარგი ღვინოა, წელს კარგი შაქარია, გასული წლისას მე მგონი ჯობია. სიმართლე გითხრათ, დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ კარგი მონადირესავით და მეთევზესავით დაყენებაც ვიცი, გასინჯვაც ვიცი, დაძველებად დავარგებაც ვიცი და კარგი შემფასებელიც ვარ. მაგრამ ის რომ პურის ცხობასთან ერთად თონის პირზე მახსოვს პაპას ბავშვობის დროინდელი თიხის დოქით, სურათი. აუცილებლად იდგა ღვინო. ბევრს ვერავინ ვერ სვავდა, იმიტომ რომ თონეში ჩაყუდება პატარა ამბავი არ არის და მით უმეტეს ნასვამზე ჩაყუდება, არ ვიცი რა იქნებოდა. არა, კაცი არა. კაცის საქმე არ იყო. არ იყო, მაგრამ თონის პირზე ღვინო იდგა. თონის პირზე ღვინო იდგა. ის დოქი მე გამიხვდა ბავშვობაში მე. აი, მე რა კატეხვას მადლი მოაქვს და სიხარული. მე მახსოვს ის ამბავი, რომ ჩემ ბებიას ეს სიამოვნებოდა ღვინის დალევა და ეს ძალიან ესირცხვილებოდა. თან სიამოვნებდა და თან ესირცხვილებოდა. ხო, ესირცხვილებოდა და ამბობდა. ასე ბაბუას გაუწოდებდა სადილზე ჭიქას. ბაბუა რო დაგვისხამდა ღვინოს, ბებია გაუწოდებდა. ბაბუა თავის არ დაუსხამდა. ეგეც რაღაცა მოკრძალების ფორმა იყო. თუ ბებია არ მისცემდა ამის საშუალებას, ისე ბაბუა არ შესთავაზებდა. ეს ტილო მომეციზურა. ხო და ამ ჭიქას რო გაუწოდებდა, ბაბუა ნახევარს დაუსხამდა. ხო და ბებია რომ გაუწოდებდა ღვინოს დასასხმელად, ბებია იტყოდა, წყალს დაამატებდა და წყალ ღვინოს დალევდა. და ასე იტყოდა, აგი ნენა ექიმმა დამინიშნა ბათუმში. ბათუმ ექიმს მოიშველიებდა იმაში, რომ ჩვენ არ გვგონებოდა. გაამართლებდა, ექიმით გაამართლებდა დალევას, ხო? ხო, თან ბათუმელი ექიმით. ჩვენ რომ არ გვგონებოდა, რომ ბებიას ეს სიამოვნება ღვინი. ისიც რაზურა მოგონებების გარდა ჩვენ სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ არამხოლოდ ჩვენ ვაღიარებთ ამას, რომ ეს არის უძველესი კულტურა და ჩვენთან ხო ძალიან ახლოსაა. შეიძლება პირდაპირ ნიშნულობით არ არის ხორბალი ახლოს, მაგრამ ჩვენ პროფესიასთან არის ახლო და თან საამაყო. იუნესკომ რომ შეიტანა უნიკალურ ნუსხაში ჩვენი ხორბლის ჯიშები, ეს არის უკვე ძალიან დიდი აღიარება. 70% შეადგენს ჩვენი, ესე იგი, ქართული ხორბლის, სოფლიო ხორბლების სახეობებში ქართული ხორბალი შეადგენს 70%-ს. ამაზე დიდი სიძველე, ამაზე დიდი სიმდიდრე, ამაზე დიდი ამბავი, მე მგონი რომ არ გვაქვს. პური, ხორბალი და ღვინო. ჩვენ მე მგონი მარტო ეს რომ გვაქვს, უკვე ამით უნდა ვიყოთ ამაყები და ამით ვართ უკვე მდიდრები. მე მგონია რომ უფრო დიდი სიმდიდრე ჩვენ ვიდრე არის ჩვენი პური და ხორბალი არ გაგვაჩნია. ძალიან უნდა შევეცადოთ, რომ ის ჯიშები, რომელიც უკვე გაპოპულარებულია, ბევრი ცდილობს, ძალიან უნდა მოვინდომოთ, რომ არ დავკარგოთ. 14 სახეობიდან 5 არის ენდემური. 5 არის ენდემური. ეს დიდი ამბავი. ჩვენი მახა და ზანდური ეს არის იმაზე დიდი სიმდიდრე, ვიდრე ოქროს ფონდში დაცული ძვირფასეულობა, რომელსაც ასე ჩვენი ხორბლის გენზე არის დაშენებული სოფლიოში გავრცელებული ხორბლის ჯიშები. იმდენად ძლიერი გენი აქვს, იმდენად ძლიერი ფუნდამენტია იმისთვის, რომ გაიხაროს და მაწიერი გახდეს სხვა ქვეყნების კლიმატურ პირობებში, რომ ბაზა არის ჩვენი ხორბლიდან აღებული. მაგას რო თავი დავანებოთ და მეცნიერებას ამაზე უფრო გემრიელი არაფერი არ არის. რაც არ უნდა მოიგონოს ადამიანმა, რაც არ უნდა გამოიგონოს, რაც არ უნდა საოცრებები დადგას, მოიფიქროს, პური იქნება მაინც ბაზა, ყველაფრის ძირი, ყველაფრის დასაწყისი, იმიტომ რომ დედა პურის გარეშე არ იქნება არაფერი. ჩვენს რელიგიაში ხო საერთოდ ხორცი და სისხლია და ჩვენ შეიძლება გაუცნობიერებლად ამასთან ვართ დაკავშირებული, მიბმული. ამის გარეშე არ ვარსებობთ. ეს არის ჩვენი ანიც და ჰოეც. აქედან იწყება, ამით თავდება. ამით ვიბადებით და ამით ვკვდებით. თქვენ იყავით კარგად.